მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი საუკეთესო გეიმინგ ლეპტოპი სოფლიოში, ელიტარული კლასის Lenovo-ს Legion-ის ახალი სერია, რომელიც აწყობილია 50-70 ბარათზე, არის OLED ეკრანით და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა, გამოდგება არა მხოლოდ გეიმინგისთვის, არამედ რა თქმა უნდა გამოდგება ვიდეო მონტაჟებისთვის, 3D გრაფიკაზე სამუშაოდ, რენდერებისთვის, არქიტექტურისთვის და ასე შემდეგ. ვიყიდე საშავ პარასკევოდ, ფასტაკლებები იყო და შესაბამისად უკვე ჩამომივიდა დაახლოებით 8 დღეში უკვე. ადგილზე მქონდა, გაიარა ყველა პროცედურა, რაც იყო საჭირო, გამბაჟებიან ასე შემდეგ და ვიყიდეთ მეგობრებო ასეთი მონაცემების ძალიან მაგარ ფასად. ეხლა გარედან შეგხედებთ თუ რაზეა საუბარი. ესეთი არის ჩვენი ლეპტოპი i9-14 თაობის პროცესორზე გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის 5.1 ეკრანით და 16 გიგაბაიტი ოპერატიული და 1 ტერაბაიტი ახალი თაობის SSD. არის ორიგინალი გამოწერეთ ამერიკიდან და რა თქმა უნდა, ახლა შევდგებით unboxing-ს. ასევე ჩვენ გავაკეთებთ ტესტსაც, გაჩვენებთ მის შესაძლებლობებსაც და სისტემას თვლიანად. ჩავიხედოთ შიგნით ყუთში, აღარ გვიკვირს უკვე რომ ბრენდების და განსაკუთრებით ტოპ ბრენდებზეა საუბარი, შეფუთვა უკვე იმდენად მაღალ დონეზეა, რომ არათუ დაზიანების, არანაირი რისკი არ არსებობს, რომ პროდუქტი იყოს თუნდაც მცირე ხარვეზით. აქ გვაქვს სავარაუდოდ ადაპტერი, სავარაუდოდ არა, 100 არის და აქ თავად ლეპტოპი. ამოვიღოთ და ვნახოთ. ესე გამოიყურება შეფუთვა. ყუთში გარდა ადაპტერისა ჩვენ გვაქვს ინსტრუქცია, რაც მაკულატურა არ გვჭირდება არაფერში. ეს როგორც გითხარით, ადაპტერი, ეს შესაერთებელი შნური. სტანდარტულად, რაც უნდა მოყვებოდეს ლეპტოპს, ეს კი თავად ლეპტოპი. ახლა მოვიღოთ პარკიდან და შევხედოთ ვიზუალურად გარედან. და ისიც მეგობრებო, ნახეთ, როგორ გამოიყურება და როგორი ლამაზია დახვეწილი დიზაინით, შეხედეთ, ძალიან თხელია, სხვათა შორის უფრო მძიმე მეგონა. ესე გამოიყურება უშუალოდ უკანა მხარე და ძალიან სუბუქია, მინდა გითხრათ. უფრო მძიმე მეგონა, ახლა Asus-ი რაც მაქვს, გვერდზე რაც არის, ის ძალიან მძიმეა. ძალიან მძიმეა Asus-ი, მაგრამ ხედავთ, ძალიან ლამაზი არის, მატერიალები უმაღლესი ხარისხი და რასაკვირველია, ეხლა ჩვენ ავხდით ამ ლეპტოპს ბუნებრივია და ვნახავთ, ამოწევითაც ძალიან მარტივად დამოდის, ყოველგვარი ძალის ხმების გარეშე და გადავწიოთ ბოლომდე ჩვენი ეკრანი. ეს უკვე ნამდვილად ესეთი რამე არ დამხვედრია ლეპტოპებში. ეს გასაგები ამას შევინახავ, იმიტომ რომ ეს ეკრანის დამცავია და როცა დაკეცვა მომიწევს აუცილებლად იქნება. ეს კი არაფერი ისეთი, უბრალოდ მარკეტინგული ბანერი არის და მეტი არაფერი. მაკულატურა რა თქმა უნდა ესეც ამიტომ ეს არ გვჭირდება. ესე გამოიყურება ჩვენი ლეპტოპი. როგორც იქნა, გვეუბნება აქ რომ Harman-ის აუდიო გვაქვს. ძალიან კარგია. აქ არის რა თქმა უნდა Nvidia GeForce-ი, აქ არის Intel-ი და გითხარით რომ ეს არის i9-14 თაობის პროცესორი. ნახოთ აბა კლავიატურა ურბილესია მეგობრებო. ურბილესი. Touchpad-იც საკმაოდ კარგია. ახლა მოდი მივიხილოთ გვერდიდან რა ხდება. აქედან გვაქვს ჯეკის შესაერთებელი, ყურცასმენების. აქედან არის USB, აქედან არის კამერის ჩამკეტი და გამხსნელი. ვებკამერა გვაქვს 2K ამ შემთხვევაში, რაც ძალიან მაგარ გამოსახულებას იძლევა, მინდა გითხრათ. აქ არის სტანდარტული USB, სადაც უკვე მაუსი გვაქვს შეერთებული, უკაბელო. უკანა მხრიდან ჩვენ გვაქვს ერთი შესაერთებელი დენის წყაროსი და დანარჩენი უკვე კულერები არის, ცხელი ჰაერის გამომტანი. ხო და უკან არის HDMI, ჩამრთველის უკან არის HDMI კაბელი შესაერთებელი. აქედან გვაქვს 2 Type-C პორტი, უახლესი თაობა და რა თქმა უნდა ერთი USB ჩვეულებრივი 3 და 2 პორტი. ხოლო კლავიატურაზე ჩვენ გვაქვს სტანდარტული ჩასართველი, რა თქმა უნდა, ღილაკები როგორც არის და აქ ის რომ RTX-ი არის და აქ რომ მეცხრე თაობა. ეგ არის გარედან, არის ძალიან მინიმალისტური და რაც თავარია ძალიან ლამაზი Harman Kardon-ის ფანტასტიკური
აუდიო სისტემა, რომელიც უსუფთავისი ხმით ხასიათდება, მინდა გითხრათ და ასევე ძალიან კარგი იმერსიული შესაძლებლობები აქვს. ჩავრთოთ და ვნახოთ აი ესეთი RGB განათება ულამაზესია. ამის რეგულირებას რა თქმა უნდა გაჩვენებთ რა როგორ ხდება პროგრამულად ყველაფერს განვიხილავთ. გავააქტიურებთ მოკეთ ვორჩერ პროცესებს და მე უფრო დეტალურად მივყვეთ. მას ესე მეგობრებო, გავმართეთ ეს ლეპტოპი როგორც იქნა და შესაბამისად ეხლა გავიცნოთ უკეთესად თუ რა ლეპტოპია. მოგეხსენებათ რომ ეს ლეპტოპი საქართველოში არ იყიდება ეს მოდელები და რო გაიყიდოს იქნება კატასტროფულად ძვირი. შესაბამისად გადავწყვეტე რომ ეს გაჯეტი უკეთესად გამიცნო თქვენთვის. ეხლა დავაყენე ყველა პროგრამა რასაც ვიყენებ და შესაბამისად მოდი უკეთ შევხედოთ ამ ლეპტოპის შესაძლებლობებში. Windows-ის ეს პლატფორმას არ შეგაწყენ თავს, სტანდარტული 11 არის. Display setting-ებიც ავიღოთ. აქ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის, რომ ვიცით ხედავთ რომ ეს არის color space-ები გასწორებული, მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, ეს არის HDR-ის ჩართვა, რომელსაც ჩავრთავთ მერე და ვიდეოებსაც რა თქმა უნდა გავტესტავთ. ეს მინდა რომ მეჩვენებინა რომ HDR-ის აქვე არის HDR-ის კალიბრაციის თემა. სადაც შეგიძლიათ რომ გაუკეთოთ კალიბრაცია HDR-ს, სპეციალური აპლიკაცია არის, აი ამ კალიბრაციას რო დააჭერთ, მე უკვე დავაკალიბრე. შესაბამისად აი ესეთი ტიპის აპლიკაცია გამოდის, საიდანაც ხდება რადგან გავხსენი დავიწყოთ ამით, საიდანაც ხდება ზუსტად HDR-ის სეტინგები და გვეუბნებიან აი ესე იწყება, მიზანი არის სწორედ რომ ეს კვადრატები გაქრეს. შესაბამისად მე ეს უკვე გავაკეთე, ამიტომ ახლა ნამდვილად არ გავაკეთებ, ძალიან მარტივად კეთდება. ახლა გამორთული მაქვს, მეუბნება ჩართევ, get started-ს მისცემთ, ჩართავთ mode და შესაბამისად უკვე თქვენ თვითონ გაასწორებთ ძალიან მარტივად, ვინც ერკვევით. ახლა გადავიდეთ. ამ კომპიუტერს ბევრი შესაძლებლობები აქვს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ის რომ აქვს პრემიუმ ხარისხით PureSight OLED ეკრანი, რომელიც არის არ ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო ბაზარზე ზოგადად და როდესაც ეს OLED ეკრანი აყენია, შესაბამისად თქვენ გაქვთ გამოსახულების იდეალური ხარისხი, ტოპია, რომელიც იქითაც უბრალოდ არ არსებობს. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ პროგრამებს თუ რა მოყვება, როგორ არის, ერთვიანი Microsoft 365 მოყვება საოფისე პროგრამებიდან, შემდეგ ერთ წელი $100 ღირს შეგიძლიათ გადაიხადოთ და რა თქმა უნდა გქონდეთ, მე ვაპირებ რომ ეს გავაკეთო. რაც შეეხება თვითონ თავის დასასეტინგებელ პროგრამებს უფრო ამას გაგაცნობთ. პირველი ეს არის X-Ray Color-ი. ეს გეხმარება ეკრანის ფერების გასწორებაში. ვინაიდან ეს კონკრეტული ლეპტოპი გამოდგება არა მხოლოდ გეიმინგისთვის და გეიმინგ მიმართულება, არამედ ის გამოდგება ვიდეო მონტაჟისთვის, ზუსტად, იმიტომ რომ აწყობილი არის 50-70 ვიდეო ბარათზე და არის ყველაფერი პრემიუმ ხაზის. ერთადერთი განსხვავება, რაც არის ზოგადად სხვა ლეპტოპებთან, ეს იქნება მხოლოდ ვიდეო ბარათებში დანარჩენი, ყველაფერი არის უმაღლეს ხარისხის ასე ვთქვათ, ნაწილები, რაც უნდა გქონდეს ფლაგმანურ მოდელებს. აქ გვაქვს შემდეგი, ეს არის Adobe RGB, ეს არის DCI P3, ეს არის P3 Rec 709, sRGB, ეს არის რა თქმა უნდა default-ი და თუ დააკალიბრებთ, ასე ვთქვათ, დაკალიბრებული. მე ახლა მიყენია DCI P3-ზე, ასევე შეგვიძლია sRGB-ზეც შევცვალოთ, როგორ მოწონს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მომწონს უფრო აი ეს DCI P3 უფრო მსუყება. აქ არის პროფილის ინფორმაცია DCI P3-ის და ნებისმიერი აქ არჩეულის ახლა უბრალოდ თუ ფერები კალიბრაციის თემაში მიცერკვევა, აქ არის RGB ფერების გასწორება, რა თქმა უნდა თეთრი პოინტის ნახვა, როგორ არის და მოკლედ შეგიძლიათ ნახოთ. აქვეა დასეტინგება, შეგიძლიათ ეს ფერების გამა dark-ზე, light-ზე და ასე შემდეგ და ასევე შეგიძლიათ თუ რასაც დააკალიბრებთ, შემდეგ დააბრუნოთ ისეთი როგორც იყოს. About-ში არის ვერსია, შეგიძლიათ ეს განაახოთ, რა თქმა უნდა, check update-ით და ბუნებრივია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. აი ამიტომ ვამბობდი, რომ აი
გამოდგება თქო ზუსტად ვიდეო მონტაჟისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. შემდეგი, რაც არის ერთ-ერთი გაჩვენოთ დასეტინგების და დანასტროიგების, ასე ვთქვათ, ეტაპზე, ეს არის Lenovo Now, ეს გიხმარება, რომ დასეტინგო შენი device-ი. აქ არის chat-ი support-თან, ძალიან მარტივად და ძალიან კარგი სერვისია, რაც არ არის იაფასიან სეგმენტებში, ამ შემთხვევაში პრემიუმში უკვე ეს ფუფუნება გვაქვს. ხო, ნუ აქვე აღნიშნავ, რომ მოყვა 3 თვიანი თუ 4 თვიანი Apple-ის Music-ი და ასე შემდეგ, მაგრამ მე გქონდ ამერიკულ რეგიონისთვის, იმიტომ რომ ამერიკაში ვიყიდეთ, აქ არ მუშაობს, მაგრამ ნუ ეს არ გვჭირდება. აქ არის რა თქმა უნდა Microsoft Edge ბრაუზერი, აქ არის gaming setting-ები, რო თქვენი კომპიუტერი უფრო გეიმერული გახდეს, მე ეს არ მჭირდება და აქ არის რა თქმა უნდა უშუალოდ კომპიუტერის მენეჯმენტი, რომ დააჭერთ, შეგიძლიათ გამოიტანოთ მთელი ეს სისტემა. ნუ მოკლედ ნავიგაცია ხდება აქთან ძალიან მარტივად და setting-ების და ასე შემდეგ. ძალიან კაი რაღაცა არის, ნუ აქ შეგიძლიათ არჩიოთ dark, ანუ მე ხა მეყენე dark-ზე, თვალების და ზოგადად OLED ეკრანებს არ უყვართ ძალიან გადაკაშკაშება, მიუხედავად იმისა, რომ პრემიუმ ხაზის OLED-იანი აქ შეიძლება ამოწვის რისკი OLED-ს მაინც აქვს. ამიტომ აქ ყველა ვარიანტში dark mode-ზე და ისედაც მე dark mode-ი ძალიან მომწონს. და შემდეგი რაც მინდა გაჩვენოთ, ეს არის Lenovo Vintage. ეს გეხმარებათ მთლიანად მართოთ თქვენი კომპიუტერის მენეჯმენტი ხდება აქედან. პირველი დრაივერების და ნებისმიერ სახის updates აქედან მარტივად check updates გააკეთებთ, მე ეს უკვე გავაკეთე. აქ გიწერთ models, ანუ რა მოდელი არის, აქ გიწერთ serial numbers, თვითონ მოდელის იმას და BIOS-ის ვერსიას, რა თქმა უნდა. შესაბამისად ნუ აქ ხა ეს დავმალე, იმიტომ რომ თქვენთან არ გამოჩნდეს. აქ იწევთ ბატარეის პროცენტულობას, აქ იწევთ გარანტიის თემას, ანუ კიდევ რა დარჩა, შეგიძლიათ გარანტიის ვარდა აქედან განაახლოთ. აქ მოყვება Norton-ის advisory, რაც მე არ მჭირდება. და აქედან ხდება როგორც device-ის setting-ები, მეგობრებო, აი აქთან მარტივად რო არ ვეძებო Windows-ში რა სად იმყოფება და ასე შემდეგ. წერთ ტემპერატურას, ბატარეის სიცოცხლის უნარიანობას, რამდენი ვატიანი და როგორ არის აბსოლუტურად გარანტიების შესახებ, ყველაფერი რა როგორ გამოიყურება და charging-ი, ანუ აქედან ყველაფრის დასეტინგება არის შესაძლებელი, რაც დამეთანხმებით, რომ ერთ აპლიკაციაში ამის მოთავსება არის ძალიან დიდი კომფორტი, უკომფორტულესია. ამიტომ ღირს ძვირი ესეთი ტიპის პროდუქტები და იხდი, იმიტომ კი რა რომ სნობი ხარ და რაღაც იხდი, იმიტომ რომ кайფობ, ყველაფერი არის ძალიან მაგარი, ყველაფერი არის ძალიან მარტივი და ძალიან გენიალურად გაკეთებული. ეს არის უდესი კომფორტი, ეს არის display-ის ასე ვთქვათ გასწორება, ანუ ხანში გამოირთოს, დაიძინოს და ასე შემდეგ. აქ არის ხმის გასწორება, აწევა, დაწევა, ასევე შეგვიძლია სხვადასხვა noise cancelling-ი და ასე შემდეგ გავაკეთოთ. აქ არის კლავიატურის გასწორება, აქ არის ვიჯეტების გასწორება, რა როგორ ფორმა შეგვიძლიათ მიცეთ, შეგვიძლია ვიჯეტები და ინსტალაცია მიცეთ და ვიჯეტურზე გადავიყვანოთ ეს აპლიკაციური თემა, რაც მე არ მინდა. და რა თქმა უნდა, აქ არის ჩვენი მონაცემები უშუალოდ თუ რასთან გვაქვს საქმე, შეგვიძლია ყველაფერი დავაკოპიროთ, თუ დაგვჭირდება ეს მონაცემები და სადაც გვინდა იქ გადავიტანოთ, რა თქმა უნდა. არის უკვე Lenovo-ს Legion Space. ეს გვეხმარება იმაში, რომ გავმართოთ უკეთ ჩვენი ლეპტოპის მუშაობა. რა თქმა უნდა, აქედან თქვენ ხედავთ რამის დატვირთულობას, ვიდეო ბარათის, აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ მოდები, თუ რა მოდში იმუშაოს ვიდეო ბარათმა, აქ შეგვიძლია გავაკეთოთ brightness-ის. აქ არის კლავიატურის RGB თემა და იცვლება. ანუ ეხლა მე რაც ამ შემთხვევაში ის არის არჩეული, თუმცა შემიძლია გადავეყვანო hybrid auto mode-ზე, შემიძლია asset mode-ზე დავაყენო, შემიძლია asset mode-ზე დავაყენო. თუმცა ნუ hybrid mode-ი საერთოდ სრულიად მაკმაყოფილებს, ესე რომ არ ჭირდება, შეგვიძლია აქედან ფერებიც შევარჩიოთ ჩვენ თვითონ, ანუ რო არ დავალოდოთ ავტომატურად იმას, ჩვენ თვითონ შეგვიძლია ან ერთ ფერზე დავაყენოთ საერთოდ, ან უბრალოდ RGB ჩავართოთ, მოკლედ ყველაფერი აქ ტემპერატურასაც გვიწერს, რამის მუშაობასაც, კულერების მუშაობასაც და ასე შემდეგ. მოკლედ ასე გამოიყურება. ეხლა მე მინდა მთავარი რაღაც გამოსახულება გაჩვენოთ, რამოდენად კარგად ჩაიწერს screen recorder-ი, არ ვიცი და OBS-ი, ზოგადად OBS-ის იმედი ნამდვილად არ მაქვს. რო ხარისხენად ჩაიწერს. პირველად ჩავთოთ HDR-ის გარეშე და შევხედოთ როგორი იქნება. მოდი ხმას გავთიშავ. აქ გვაქვს სტანდარტული 4K და გავუშვათ. შეგახსენებთ, რომ თქვენთან ერთად უბრალოდ მოუმატოთ, რა თქმა უნდა, brightness. აუ, რა ფერებია, ღმერთო.
აუ, შავი ფერი ნახე რა. ეს არის ზუსტად ის შავი ფერი, რაც უნდა იყოს. OLED-ი, მაინც OLED-ია ხალხო, აი. ძალიან კაია mini LED-იც, ძალიან კაია, რაღაცა სხვა micro LED-ი გასაგებია, მაგრამ OLED-ის უსასრულო შავის კონტრასტი ქმნის იდეალურ გამოსახულებას. შეხედეთ უბრალოდ ახლა რა ხდება მეგობრებო, რა სიტუაცია არის. ულამაზესი გამოსახულება გვაქვს, ნამდვილად შეხედეთ რა, შავი ფერი არის, ნუ დაუჯერებლად მაგარი ფერებია. დაუჯერებლად ხალხო, აი არ ვიცი, ესეთი გამოსახულება, რა ვიცი. თან მე ახლა განათებულ ოთახში ვარ ჩაბნელებული, ეს რო ჩააბნელო, საერთოდ ისეთ ეფექტს მოგცემთ, რომ რა ვიცი, აბა რა. შავი ფერი არის უნივერსალური, ეგეთი შავი ფერი, მერენაირი მინილედი ვერ დასვავს, რამდენი დაბნელების ზონა ძინა მიათხრიშონა, რამდენი ნიტიც არ უნდა მისცეს იკაშკაში, ვერ გახსნის ამას, არა აქვს, ფიზიკურად არ შეუძლია, რომ მინილედმა ესეთი შავი ფერი მოგცეს რა. და გამოსახულება კიდე ვინც არ იცის, ვეთქვი რომ შავ ფერზე იწყობა დღეს, ფანტასტიკური. მოდი ახლა მეგობრებო, გადავრთოთ HDR რეჟიმში და იქ ვნახოთ რა ხდება. ესე თავიდან დავაბრუნოთ. ეხლა გადავიდეთ HDR-ში, ჩავრთოთ HDR-ი. აი ასე. ჩვენ დაკალიბრებული გვაქვს და AX პროფილი ამოვაგდო. და ეხლა მეგობრებო დავარეფრეშეთ და აი უკვე ხედავთ თქვენს რომ HDR-ი გაჩნდა YouTube-დანაც HDR-ი ჩაერთო. ეს არის ფანტასტიკური რამე. ეს აქამდე მხოლოდ ტელევიზორზე ხდებოდა, რასაც უშვებდით აპლიკაციიდან YouTube-ის და ეწერებოდა HDR და ახლა უკვე ეს ხდება ლეპტოპზეც მეგობრებო და ახლა ნახოთ HDR mode-ში რა ხდება. ნახეთ რა. OBS უჭირს ოდნავ ჩაწერა. აი ეს არის. ნუ რა თქმა უნდა გასაგებია, მაგრამ ალბათ დაინახავთ რა. სასწაული ჩვენება, სასწაული. ფანტასტიკური გახდა უფრო ვიდრე ეს იყო, უფრო მკვეთრი გამოსახულება, უფრო ფერები ნატურალური დაჯდა. HDR-ი მაინც HDR-ია რა თავის დიაპაზონით. თან ამას მეგობრებო აქვს Dolby Vision-ის HDR 10-ის სრული მხარდაჭერა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქვს პიკური 1000 ნიტი. 600 ნიტიდან 1000 ნიტი, ამ სტანდარტული 600 და 1000 ნიტი. ეს არის სრულიად საკმარისი, რომ გახსნას ნებისმიერი სახის HDR კონტენტი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რაც ტელევიზორებში ღირს მაგალითად $2000-დან ან ევროდან ზევით და 3000 და ასე შემდეგ პრემიუმ ხაზის OLED-ებს გეუბნებით Samsung-ი, LG G5 ან C5 სერია ან Sony-ის სერიები რაც არის, იმ დონის ეკრანი ზის აი აქ. მოდი ეს ვნახოთ. ესეც HDR-ი არის. მედია რო წამოიღებს და OBS-ი არ გაჭედავს. ხო. აი ლურჯ ფერს დააკვირდით კიდე მე შეხედეთ რა ფერებია. ნუ არ ვიცი, სასწაულეს მოროკოა, ვიცით? თუ მაროკო რავი როგორც ეძახიან. ნახეთ მეგობრებო, რა ფერია და ეს კოსმოსის შავ ფერს დააკვირდით აი აქ. უსასრულო შავი ფერია. უსასრულო. ნუ ვატოკებ OBS ძალიან უჭირს, ამიტომ ხელი აღარ დავახლო. ძალიან ცუდია რომ screen recorder-ები არ აქვს ისეთი, რომელსაც ამ ფორმატში ჩაწერა შეუძლია რა. ძალიან ცუდია. ნახეთ მეგობრებო, შავის და თეთრის კონტრასტი, სასწაული არანეკლების და აი ამ სხივების თემა. ძალიან მაღალი დონის გამოსახულება, ძალიან მაღალი დონის. როცა LED-დან გადადიხარ OLED-ზე, ანუ IPS ეკრანიდან გადადიხარ, ძალიან ცავიდან ისეთი ებისა აქვს, რა ქვია, რომ ცოტა თვალს შეჩოვა ჭირდება, იმიტომ რომ უხარისხოს რო ხარ მიჩვეული და მე უცებ ძალიან მაღალ ხარისხზე გადადიხარ, თვალის აპარატ ჭირდება რომ ახმევი ფერად. ნახეთ რა, შეხედეთ რა ფერები ქვიშა, შავი ფერი, სიშავეები ეს ნახეთ აი აქ სახლის სახურავზე ეს შავად ჩარჩენილი ფერები. ნუ ფანტასტიკა, ეს არის იდეალური კადრი, ნახეთ ფერების კონტრასტი, აი რაც ნიშნავს კარგი RGB ხარდაჭერა რო გაქვს ფერთა გამო. შეხედეთ რა, სასწაული არის ზღვის, აი ამ მწვანე წითელი ლურჯი, ფანტასტიკური ჩვენება. ფანტასტიკური ჩვენება, ეგეთი ჩვენება ნუ არ აგითხრათ. და იმ კოსტარიკასაც გავუშვებ მე ახლა აი აქ.
მინდა რომ ცოტა მეტი შეგახედოთ. აი მედია კოპირაითი არ გვექნება მუსიკას ხმა, იმიტომ გამოვურთე, ჯობია მე ველაპარაკო. და აქ დააკვირდით მეგობრებო, წითელი თვალი, შავი, ლურჯი, დეტალიზაცია არის იდეალური, აი რა გითხრათ ახლა. ფანტასტიკა. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი. კაი, გვეყოფა ეს, ეხლა გადავიდეთ კოსტა-რიკის ვიდეო ვნახოთ. აუ, რა ფერებია, გადავირიე რა მეგობრებო. რა ფერებია ბიჭო. არა, ეს ჩემ ტელევიზორზე მაგრა დაჩვენებს. მინილედი მაქვს თან პრემიუმ ხარისხის ფილიპსი, მაგრამ ეგეთი არ არის რა. ძალიან მაგარია. შეხედეთ რა ფერთაგან, რა კონტრასტია, ანუ ხელები ამიწევია მეგობრებო აქ. სიტყვები ზედმეტია უბრალოდ. ბანალური ფრაზები უნდა ვიხმაროთ ახლა ყველა ვარიანტში, ასეთია შედევრალურია რაღაც მეგრია. და ეს ვიდეოები კიდევ უფრო კარგად აჩვენებს OLED-ის თემას. ნახეთ აი შუქჭდილებს დააკვირდით ახლა აი აქ. ნაბიჯებს რა მკვეთრია და იქ ანარეკლებს სხივების. ძალიან მაგარია, ნახეთ რა ფერებია. სასწაული. მე ყველაფრის ყურებამდე დავიწყო ფილმები, რაც ქონდა Dolby Vision-ში და ასე შემდეგ. ახლიდან მაქვს ანახავი. ახლიდან. სასწაულია, ფერებს შეხედეთ რა. არ ვიცი კიდევ ერთხელ როგორ გამოჩდება OBS-ის ჩაწერილი თქვენთან, მაგრამ ჩემთან ხდება, ანუ არ ვიცი. ფერედაისია. აი ნამდვილი 64 არის ვიდეოგრაფებისთვის ესეთი ტიპის ლეპტოპი რა. ღირდა $1400 ეს ლეპტოპი, ღირდა. პლუს ის გამბაჟების ფული ზღირდა რაც გადავიხადე და თითოეული თეთრი რაც ამ ლეპტოპზე დავხარჯე, აი არ მინანი არც ერთი წუთით და არც ვინანებ, იმიტომ რომ ხა როგორც მანქანაში Porsche იყიდო ან Ferrari ეგეთი რაღაცაა ეს რა ლეპტოპში და როგორ უნდა ინანოს კაცმა არ ვიცი. იმდენად დიდ სიამოვნებას იღებ. ნახეთ რა სცენებია დაბნელების უბრალოდ ხელები მაქვს აწეული. ხო, ეს ცნობილი ვიდეო ნახოთ, ეს HDR-ში არ არის. იმიტომ HDR-ში რომ ჩართული მაქვს, ოდნავ ფერები შეიძლება გაღიავებული იყოს. აბა ვნახოთ ავატარი, ხო, ავატარი. Dolby Vision 4000 ნიცზე აწყობილი, მაქსიმუმ 5000-ია ფილმების. შევხედოთ ტრეილერს. არ ამგონია რომ რა გამოსახულება. მე მეორე ნაწილი ჩავრთე Dolby Vision-ის ფაილს, ახლა აქ Dolby Vision-ია თქონდა YouTube-დან არ არის, სტანდარტული HDR-ი ამოდის. რა ფერებია, გადავირი. ხო და მეორე ნაწილი ჩავრთე, მაგას ვამბობდი ავატარს. უბრალოდ სიგიჟე იყო. უბრალოდ სიგიჟე მეგობრებო. ახერა სილამაზია. ეს Dolby Vision-ში რა იქნება? აუ, ეს რო გამოვა Blu-ray? შანსი არა, რომ არ გადმოვწერო, არ არსებობს. თან ეხა ეს არ არის ოფიციალური ტრეილერი რა, მაგას ვამბობ, ანუ იქ HDR-ში გადაყვანილი არის და აი ოფიციალურად რო გამოვა HDR-ი, ვაფშე სხვა რამე იქნება Dolby Vision-ი. და Dolby Vision-ში უყურებ აი აქ. საერთოდ არ მიქმნის დისკომფორტს ის, რომ 15.1 ინჩი არის ეკრანის ზომა. საერთოდ არ მიქმნის. რა ხდება, ბიჭო, ცეცხლი ნახე რა. ბრავო, დღეს სულ რამდენიმე მოდელია ბაზარზე ლეპტოპის, რომელსაც შეუძლია ასეთი რამე Zephyrus სერია, Legion სერია. ჩემთვის გამორჩეული გახლავთ. მოდი გავთიშოთ ახლა HDR-ი. დაუბრუნდეთ, ჩავრთოთ. ახლა უკვე ნახეთ ფერების კონტრასტი უკვე მოემატა, რა თქმა უნდა, უნებრივი, რაც არ არის HDR-ში გადაღებული. ის არ უნდა გაუშვა HDR-ში, იმიტომ რომ HDR-ი კიდევ უფრო მეტად უკარგავს, გააღიავებს ყველა ვარიანტში ფერებს. რა შავი ფერი იყო და ნახოთ აბა Barcelona-ს ეს ცნობილი დემო ვიდეო 4K. მინდვრის სიხასხასეს შეხედეთ მეგობრებო. დეტალიზაციაზე აღარაფერს აღვლაპარაკობ. სასწაული ვიდეოა და დინამიკა შევამოწმოთ ახლა ის დინამიური კადრების ჩვენება როგორია. ეს არის River Plate Barcelona. თუ არ ვცდები და არ შეიძლება ფინალის ჩანაწერი უნდა იყოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, სადაც Barcelona რა თქმა უნდა დაამარცხა River Plate.
რომელიც მაშინ იყო ლიბერტადორესის გამარჯვება წელი არ მახსოვს. ნახეთ რა. არა, იდეალური საყურებელი აქვს. მე მაქვს IP ტელევიზია, სადაც ბევრი 4K სპორტული არხი მოდის და ყურებ ამის მერე ხოლმე სპორტს აი ამ ხარისხში. მოკლედ, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, რაც არ უნდა ბევრი თქვათ, ტექნიკაში ფულის დაზოგვა არ ამართლებს. გინდა მაღალი ხარისხის ტექნიკა უნდა გადაიხადო ფული. რაც შეეხება ამას არის თუ არა საუკეთესო გეიმინგ ლეპტოპი. გეტყვით რომ კი, უბრალოდ ამის იქით რაც არის, ვერაფრით ვერ აჯობებს. იმით გარდა თუ იქნება განსხვავება ვიდეო ბარათებში. აქ გასაუბარი არის რაზე 50-70 Ti-ზე, 50-80 და 50-90. ეგენი კი ბატონო, ამაზე ბევრად ბძლავრები იქნებიან და სწრაფები. დანარჩენი აწყობის ხარისხიდან დაწყებული, ვერაფერი ვერ იქნება სხვა ლეპტოპებს უკეთესი. მიზნისთვის, რასაც მე ვიყიდე, ეს არის ვიდეო მონტაჟი და ვიდეო რენდერები ხშირ შემთხვევაში. ეს ლეპტოპი აკმაყოფილებს ყველაფერს. 4K-ის დარენდერებისას, HDR დარენდერებისას არის წამებში შვება ყველაფერს. ჩემთვის უკვე ეს ლეპტოპთან ჯდომა აღარ არის რაღაცა ყოველდღიური რუტინა, ეს უკვე გახდა დიდი სიამოვნება, რასაც ვიღებ კიდევაც სამუშაო პროცესიდან. მადლობა რომ ვიყურებდით, არხი გამოიწერეთ. მალე უნდა გავხდეთ 500-მდე მივიდეთ, რა დარჩა. ჩემთვის მხარდაჭერა იქნება, რომ უფრო და უფრო სამეტი და საინტერესო და კარგი რაღაცები გაჩვენოთ. მომავალ შეხვედრამდე.